საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და პირადად ჩემი სახელით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლების მტკიცე სული 2025-ის დახურვის ცერემონიალზე. სწავლება მტკიცე სული 2025 თანამშრომლობის, ურთიერთთავსებადობისა და საერთო ვალდებულებების შესანიშნავი მკაფიო დემონსტრირებაა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და ერთობის შესანიშნავი დემონსტრირება. Ამ სწავლებამ თავი მოუყარა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებსაც ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზანი აკავშირებთ. მინდა ჩვენი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა მონაწილე ქვეყნისა და სამხედრო ქვედანაყოფის მიმართ, ძალისხმევისა და კონტრიბუციისთვის, რამაც სწავლების წარმატება განსაზღვრა. ამ წვრთნის წარმატება იმის დასტურია, თუ რის მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთობლივ წვრთნებს გავდივართ, ერთმანეთს ვენდობით და საერთო მიზნით მოქმედებთ. იმედი მაქვს, მტკიცე სული 2025 დროს ჩამოყალიბებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და მდგრადი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საფუძველი გახდება. გმადლობთ თქვენი მონაწილეობის, პროფესიონალიზმისა და მტკიცე ერთგულებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ჩემთვის პატივია თქვენ წინაშე დღეს მტკიცე სული 2025-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ყველა მონაწილე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მათი პროფესიონალიზმისთვის, პარტნიორობისა და ერთგულებისთვის. 2011 წლიდან მოყოლებული სწავლება მტკიცე სული მცირე მასშტაბიანი ორმხრივი სწავლებიდან დინამიურ მრავალეროვნულ სწავლებაში გადაიზარდა, რაც რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს სწავლება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ ერთად ვართ, ქმედუნარიანები ვართ და ჩვენ მზად ვართ. ეს სწავლება დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი სიძლიერე არა მხოლოდ ციფრებში, არამედ ერთად მიღწეული ურთიერთთავსებადობით გამოიხატება. დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება მტკიცე სული 2025, რომელსაც ღირსეულად უმასპინძლა საქართველოს და საქართველოს თავდაცვის ძალებამ. ყველა მიზანი იქნა მიღწეული, რაც ამ სწავლების წინაშე იქნა დასმული. აღნიშნულმა სწავლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ღირსეული პარტნიორები არიან ნატოს წევრი ქვეყნების. მადლობას ვუხდი მასში მონაწილე 12-ვე ქვეყნის წარმომადგენელს და უსურვებ მშვიდობიან დაბრუნებას თავიანთ